მოგესალმებით. დღევანდელი ჟურნალისტური გამოძიება ნანა ნასყიდაშვილმა მოამზადა. გადაცემა ეხება სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობას, რომელსაც ტბაზე თევზჭერა აუკრძალეს და ამით შემოსავლების დიდი ნაწილი დააკარგინეს. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა თევზჭერის ლიცენზია და მიწები ჩალის ფასად იყიდა. მოსახლეობა კი მკაცრი ზამთრის პირობებში უცხოეთში გაკრეფილ ოჯახის წევრთა გზავნილების იმედად დარჩა. სტუდია მონიტორის გადამღები ჯგუფი სოფელ ტაბაწყურისკენ მიემართება. ის ბორჯომის ხეობის ერთ-ერთი ბოლო სოფელია. დაბა ბაკურიანის გავლის შემდეგ გზა ტყიდან ალპურ ზონაში გადადის. აქ ტემპერატურა საგრძნობლად კლებულობს და ამინდიც იცვლება. დაუსახლებელ ადგილებში 30 კილომეტრიანი გზის გავლის შემდეგ ტაბაწყურში ჩავდივართ. აქ მოსახლეობა მკაცრ ბუნებრივ პირობებში ცხოვრობს. ტაბაწყურში ზამთარი ოქტომბრის დასაწყისში იწყება და გაზაფხულის ბოლომდე თოვლი არ ბუნება. დითოვლობის გამო ბაკურიანიდან ტაბაწყურისკენ მიმავალი მთავარი დამაკავშირებელი გზაც მაისამდე იკეტება. ტაბაწყურის ტბის პირა შეკრებილი მეთევზეები სოფელში არსებულ მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობენ. ადამიანები ვართ ჩვენ აქ. 7 თვე თოვლის ქვეშა ვართ, 7 თვე. აქ არც გზა არის, არც საბანწყობა, არც ექიმი, არც არაფერი, ჩვენ რა უნდა ვქნათ ბოლო-ბოლო. თუმცა ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარე სოფლის ირგვლივ ტყე არ არის. ამიტომ მოსახლეობა წივას ახმობს და შეშის ნაცვლად ღუმელში მასწავს. ეს აქაურებისათვის გათბობის ერთადერთი საშუალებაა. ტაბაწყურში და მის მეზობლად მდებარე სოფელ მოლითში მოსახლეობა მეცხოველეობას მისდევს. სოფელში კარტოფილიც მოჰყავთ, თუმცა მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ეს ტბაა. Კაცი რომ მოგდეს, კაცი. აი ერთი დაბლეტკა ვერ იპოვის აქა. რა ვქნათ? მარტო მაქტების თუნ არიან ხალხი აქა. მარტო სხვა არაფერი, ერთი ხე არ არის, ნახეთ, ნახეთ. კარტოფილი იქნება, ეგეც მაროზმა გააფრინდება. ძელი იქნება, არა იქნება თუ ძელი იქნება, ვაფშე არ არის. ჩვენი ხალხი ჩამოსული იყვნენ აქ აი ტბის იმედით, სხვა რისკის. აბა რა არის აქ? აი ჩვენ როგორ უცლებთ? აი ეს ხალხი როგორ უცლებთ? ტბის იმედით იყვნენ ჩამოსული. და მე საკონლეობ, სხვა არც მოსავალი, არც ხილი, არც პოსნეული. მეთევზეთა სოფლებს პრობლემები 2010 წელს შეექმნა. მოსახლეობა მოულოდნელად გაიგო, რომ ტბაში სათევზაოდ ვეღარ შევიდოდა, რადგან თევზაობის ლიცენზია კერძო კომპანიამ იყიდა. იყო შემოდგომა. მახსოვს სეზონში გამოვედი, როცა გავიგე ხმები ჩემს სახლის წინ, მაღაზიის წინ მოედანზე. ხალხ მრავლობა იყო. დავინახე მამაკაცები დგანან, შუაში დგას უცნობი მამაკაცი, პირველად დავინახე ვინც იყო, მოვისმინე ასეთი მისი სიტყვები. ახლა მეგობრებო, ტბის პატრონი ვარ მე. ეს ადამიანი სომხეთის პარლამენტის წევრი ვარდან აივაზიანი იყო. ის წარმოშობით სწორედ ტაბაწყურიდანაა, სადაც ბავშვობა გაატარა. ჩვენი სოფლელია თვითონ. 6 წლიდან აქედან გავიდა. და მე ისინი ვისწავლეს, დიდი გაცი გახდა. აღმოჩნდა, რომ ტაბაწყურის ტბაზე თევზაობის ლიცენზია 2010 წლის 3 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტროში გამართულ აუქციონზე გაიყიდა. ტაბაწყურის მოსახლეობის თქმით, მათ რომ სცოდნოდათ აუქციონის შესახებ, თევზაობის ლიცენზიას თავად შეიძენდნენ. რასაც შენ უნდა გადაიხადო, იმდენიც მე გადავიხდი. მაგალითად ეს კარასი რო არის, ეგეც მე მოვიყვანე, წალგიდან მოვიყვანე. 115 ლარი მივეცი, მოვიდანე ჩავასხი. დბაში. ეხლა ის პატონი უნდა მოვიდეს იპატრონოს. აუქციონზე, რომელზეც ტბაზე თევზაობის ლიცენზიის გასხვესება უნდა მომხდარიყო, მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა, შპს ტბები. აღნიშნულ კომპანია სახელმწიფომ ტაბაწყურის ტბაზე თევზაობის 20 წლიანი ლიცენზია 1832 ლარად მიყიდა. ვინ არის შპს ტბები? შპს ტბების საჯარო რეესტრში აუქციონამდე ზუსტად 4 დღით ადრე, 2010 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა. კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელი კი ამ დროისათვის სომხეთის მოქალაქე და პარლამენტის წევრი ვარდან აივაზიანი იყო.
ვარდან აივაზიანს ვრცელი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს. ის 2001-2007 წლებში სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრიც იყო. მისი მინისტრობის დროინდელი საქმიანობის გამო ის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა სასამართლომ კორუფციაში ამხილა და 37 მილიონი ამერიკული დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. რაც შეეხება საქართველოში აივაზიანის ბიზნესს, გარკვეული დროის განმავლობაში ის მის დამალვას ცდილობდა. სომხური მედიისათვის 2011 წელს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ის აღნიშნავდა, რომ საქართველოში ბიზნესი არ აქვს. 2012 წლის თებერვალში სომხური და ქართული მედია საშუალებები ვარდან აივაზიანის საქართველოში ვიზიტის შესახებ იუწყებოდნენ. მედიის ცნობით ვიზიტი თევზსაშენი ბიზნესის აწყობას ეხებოდა და ვარდან აივაზიანს ამ საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ეხმარებოდა. ვარდან აივაზიანისა და ქართველი მაღალჩინოსნების კავშირზე ტაბაწყურის მოსახლეობაც საუბრობს. მოიხედე ვარდან აივაზიანი და ვანო მეირაბიშვილი და ეს მამუკა ხვედელიანი ჩვენი მედიის უფროსი იყვნენ მეგობრები. აბრად ერთად ისწავლეს თუ როგორ არ ვიცი. ერთჯერ მინახია ვანო მეირაბიშვილის აქ სასტუმროა ეს. აქ აბუს ჭამდნენ, ეგ ისიც იყო ეს ერევნელი ეს ვარდან აივაზიანი და მამუკა ხვედელიანი პოლიციის უფროსი და ისი ვინ იყო? ახალქალაქის პოლიციის უფროსი. მერაბაშვილა შეჭამეს, ბური შეჭამეს აქა, როგორც წმას არ ჩუკებს, ამხანაგი და ეგრეთ. თვითონ ეგრეთ თქვა, რომ ის კაცმა მაჩვენე. ვინ არის ჩემი წინ არავინაც ზურგი მაქვს, ზურგი. კი ბატონო. Вы друзья с бывшим министром внутренних дел Грузии Вану Мерабишвили. И если он тоже вам помог начать вашей компании этот бизнес в Табацкуре? Я был знаком и очень рад был, что был с ним знаком. Я своих друзей никогда не предаю, потому что я сам лично грузинскую политику не мешаюсь. Что было экономически предложено, было принято. И для этого был разговор у нас. А такой, чтобы в бизнесе такого лишней заинтересованности, такого никогда не было. იმის გასარკვევად თუ რამდენად იყო ჩართული ვანო მერაბიშვილის სომხეთის პარლამენტის წევრის ბიზნესის აწყობის საკითხში, სტუდია მონიტორი ვანო მერაბიშვილის ადვოკატს დაუკავშირდა. გიორგი ჩივიაშვილის დახმარებით ჩვენ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვები გავუგზავნეთ, თუმცა მან ისინი უპასუხოდ დატოვა. შეპს ტბების საქმიანობას ტაბაწყურის ტბაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 20 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული დანართი ნომერი 1 არეგულირებს. დოკუმენტში გაწერილია სალიცენზიო პირობები, ანუ ის ვალდებულებები, რაც კომპანიას უნდა შეესრულებინა. არ დაუშვას წყალსატევის დათევზიანება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. სახელმწიფოს მიერ ვარდან აივაზიანის შეპსზე დაკისრებული ეს ერთ-ერთი პირველი ვალდებულებაა, რომელიც მაღალჩინოსნის კომპანიამ დაარღვია. კერძოდ მან სევანის ტბიდან ტონობით კიბორჩხალა ჩამოიტანა და ტაბაწყურის ტბაში ჩაყარა. როგორც ყველა ხალხთან ერთად ვიდექი და უყურებდი რას ხდებოდა და ვნახე რომ მანქანიდან იაშიკებით ყრიდნენ ამ კიბორჩხალას. ნახეთ რომ რაღაცა ის მოლითის სქენაც იყო კამაზები გაჩერებული ტბის ნაპირზე 2-3 კამაზი. აქაც იყო აი სადაც ჩემი სახლიდან იქითკენ 1-3 მარშრუტკა, 4 მარშრუტკა და იქაც იყო. ამ ხელა კიბორჩხალები იყო სულ დიდები. რაც შეეხება კიბორჩხალების გაშვების ფაქტს, უშუალოდ ეს არის დარღვეული ლიცენზიის პირობა და დაჯარიმებული იყო შეპს ტბების სალიცენზიო პირობის დარღვევის გამო, ვინაიდან მის მიერ არ მოხერხდა აი ამ კიბორჩხალების გაშვების წინასწარ შეთანხმება შესაბამის ორგანოსთან. ტაბაწყურის მოსახლეობის თქმით, ტბაში კიბორჩხალის ჩაყრის შემდეგ თევზის რაოდენობა შემცირდა. დღეში уже მე-4 წელია სანამ იყო ეს კიბორჩხალა, თევზი მორჩა ტბიდან. სად წავიდა იქ თევზი? მაგის ბრალია სულ. აივაზიანი, ვარდან აივაზიანი სასოფხედიდან. ხო. როც აღარა, მანამ აღარა, აქ სოფლის ხალხს უთხრა, იცი რა კარგი იქნება სოფლის თუნო. რა კარგი იქნება. თურმე გაჩალის ერთი ყოფილა მაგი. არ ვიცოდით ჩვენ, რა ვიცოდით. Там рыбы вообще не было.
Потом появилась сольная рыба. И эта рыба и ловится, и продается. Но не ловится нашей компании, который деньги вкладывал, который вот план составил чуть-чуть позже, который Малеков и Раков отпустил, который начал коттеджи строить. А это обыкновенные браконьеры. Armen Sandadze ბავშვობიდან ტბის პირას სახლში ცხოვრობს. მეთევზეობა 8 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ ოჯახსაც ტბაში დაჭერილი თევზით არჩენდა. ტბაზე ლიცენზიის გასხვისების შემდეგ კი მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მანამდე ცხოვრობდით კარგად. რომ ჩვენთვის იყო ტბაი, არც ხმაი, არც არაფერი. ეხლა სპიშკი ასანდის ფულიც არ გაქვს სახში. არც მუშაობა არის. არც ხელფასი არის, არც პენსია არის. Вообще, საერთოდ არაფერი არ არის სოფელში. მარტო ტბა არის ჩვენთან რომ იმუშავოთ 1-2 კაპიკა, ან შუქის ფული ვაზდებ, გაზის ფული, ან რაღაცა გავაკეთოთ ჯამახო სახში. კომპანიამ ტაბაწყურში ყარაულები დაიქირავა იმისთვის, რომ მეთევზეებს ჩუმად არ დაეჭირათ თევზი. მათ ტაბაწყურელების რეზინის ნავების დაჭრა დაიწყეს. დანა და ასე ამოიღო და დაჭრეს ლოტკა. დაზარალებულთა შორის აღმოჩნდა Armen Sandadzეც. ეს ჩემი ლოტკა არის. მივეცი ერთი მოძვერი ვიღიდე ეს ლოტკაი 800 ლარი ღირს ლოტკაი. აქედან აქამდე დააჭრეს ტანით. იმის ხალხი ვის ეკუთვნის ეხლა ტბაი. ტანით აქედანაც 1 მეტრო არის აქედანაც. აქედანაც კიდე აქამდე ტანით შევიდა სახში და დააჭრეს ტანით. შორს არ ძავალ მეშინია ამით. რა ვქნათ მედი. Armen Sandadzem ნავი თვითონვე შეაკეთა, თუმცა მეთევზეს მისი დაბერვა მუდმივად უწევს, რადგან ნავი ჰაერს უშვებს და ტბაშიც ხშირად ეჩუტება. ვართან მურადიანის ნავი დაჭრას გადაურჩა, თუმცა 2 წლის განმავლობაში ის მეთევზის ოჯახს ჩამორთმეული ჰქონდა. ჩემი ლოტკა იყო აქა, ტბის ნაპირზე იყო. და წაიღეს ეს კაცმა, ვინც იყო მაგათი ისა, ვინც პატრონობს. მე დავრიგე რომ რადო წაიღე ლოტკა შენ. იმიტომ რომ თევზი არ დაგიჭირეთ იმის მერე. წაიყვანე ეს ლოტკა თვითონ 2 წელი მაგ ჩემი ლოტკით ფული უშავ ტბიდან. ვართან მურადიანის თქმით, დაქირავებული ყარაულის მიერ მეთევზეთა ნავების დაზიანების შემთხვევები ბევრი იყო. გაფუჭა ერთი რამდენი მე ლოტკა 10-15 მედით სტაჟი. ცხადია მსგავსი მოვლენა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ეს არის სხვის საკუთრების ხელყოფა და დაზიანება და ბუნებრივია ეს უკვე უნდა გახდეს მსგავსი ტიპის მოვლენები უნდა გახდეს გამოძიების საფუძველი, ვინაიდან შეუძლებელია რომ კონკრეტულ ყარაულს ან იმ კომპანიის თანამშრომლებს ვინმეს მიენიჭებინა უფლება, რომ შესულიყო და დაეზიანებინა სხვის საკუთრება. Местные рыбаки нам сказали, что охранники, которых вы наняли охранять озеро, резали им резиновые лодки. Вы в курсе этого? Вы знали об этом факте? Я вообще-то не в курсе, чтобы лодки резали. Но я еще в курсе, что говорят, что не позволяют там. Я могу любое время вам показывать, что эта рыба продается. Компания სახელმწიფოსაგან კიდევ ერთი ვალდებულება დაეკისრა. გარემოს დაცვის ინსპექციას თევზჭერის პერიოდში ყოველთვის 5 რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია მოპოვებული თევზის შესახებ, სახეობებისა და ოდენობის ჩვენებით. Თუმცა შპს არც ამ ვალდებულებას ასრულებდა და დაჭერილი თევზის შესახებ სახელმწიფოს ინფორმაციას არ აწვდიდა. სახელმწიფოს წინაშე კომპანიას კიდევ ერთი ვალდებულება ჰქონდა. მას ყოველწლიურად ეკონომიკის სამინისტროში უნდა წარედგინა შესაბამისი მოთხოვნა თევზის რესურსის მოპოვების კვოტის, ანუ რაოდენობის დამტკიცების თაობაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსაპოვებელი თევზის რაოდენობა კომპანიისათვის სამინისტროს უნდა განესაზღვრა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან მიღებულ წერილში მითითებულია, რომ 2 წლის მანძილზე კვოტის დამტკიცების თაობაზე ლიცენზიანტს არ მიუმართავს. რაზედაც შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შპს ტბები დაჯარიმდა 2000 ლარით. ადგილობრივი მოსახლეობა ლიცენზიის მფლობელისგან ისევ მკაცრ გაფრთხილებებს იღებდა. თვითონ თქვა, რომ თუ კაცი ხარ, ეხლა მიდით შედით ტბაში. მე ნახეთ უცბად ციხეში მიდიხართ. ყველას ეს აიბაზიამ. ეგრე თქვა.
ტაბაწყურის მოსახლეობის თქმით, მათთვის თევზაობაზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ სოფლის მამაკაცებმა ქვეყნიდან წასვლა დაიწყეს. 31 წლის ჟანა ავაქიანის ქმარმაც 8-სულიანი ოჯახი დატოვა და მათი რჩენისათვის საჭირო თანხების საშუალებლად მოსკოვში გაემგზავრა. 80% ამ ჩვენ სოფლიდან ყველა ახალგაზრდები წასულები არიან რუსეთში. მის გამო რომ ტბაში არ უშვებენ რა. ადრე მანდ მუშაობდნენ, თევზს იჭერდნენ და მაინც 10 ლარიც ფული იყო ჩვენთვის, რომ ყოველ დღე 10 ლარი მაინც შემოსული იყო ოჯახში. ხო და ეხლა ყველას გაუჭირდა და წავიდნენ ყველა რუსეთში. ყველას უჭერს. მამის სახლში არ ყოფნისას ბავშვები უფროსებთან ერთად შრომობენ. დავი, ყველა საქმეს ბავშვებიც გვეხმარებიან, ორი ბიჭი მყავს, ყველანაირად გვიდგებიან გვერდში, ვასწავლი ხოლმე ზოგჯერ იძახიან პატარა ვართ, ვერ ვაკეთებთ, მაგრამ საქმე რო წინ წავიდეს, მაგის გამო ვაძალებთ ხოლმე, რომ მოდი ჩვენ გვერდში უნდა დადგე, რომ ეგ გავაკეთოთ. მამა შენი აქ არ არის. რუსეთშია წასული 72 წლის მანუშ სანდაძის შვილიც, რომელიც მანამდე ოჯახს ასევე მეთევზეობით არჩენდა. რომ მოვიდეს როგორ უნდა იმუშავეს, აბა ბავშვები უნდა ჩაიცვის, სკოლაში დადიან, ისა შალვარი უნდა, საროშკა უნდა, არ არის, ფული არ არის, როგორ უნდა მოვიდეს. ეს ჩემი დედა და მამა ჩემი. 10 წლის ტიგრანი მამას ტელეფონით კვირაში ერთხელ ელაპარაკება. ნახვით კი ბოლოს აპრილში ნახა. ეს არის. ვარდან აივაზიანის კომპანიას სახელმწიფოს წინაშე კიდევ ერთი ვალდებულება ჰქონდა. ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის ვადაში მას გარემოს დაცვის სამინისტროში უნდა წარედგინა მართვის 5-წლიანი გეგმა. მართვის გეგმა არის პროექტი, თუ როგორ განახორციელებს ლიცენზიანტი თავის თევზსამეურნეო საქმიანობას გარკვეული წლების განმავლობაში. თუმცა 5-წლიანი марთვის гегма დღემდე დამტკიცებული არ არის. Вы представили план, который не одобрили компания. Не одобрили, потому что там было очень много таких деталей, которых компания должна выправить. И до сих пор этот план не одобрен министерством. Вы очень сильно заинтересованы осведомлены в этих деталях. Если вы скажете так, я спросите министерство. Вы говорите общую концепцию. Я предоставляю, я говорю, еще раз говорю, многие сейчас смотрят, какой, предположим, инвестиции, как ты что-то делаешь, да? Продолжение как получается? Кое-кто так сильно заинтересован, кое-кто кому-то очень важно. Я говорю, план есть. ლიცენზიანტის მიმართ გატარებული იქნა არაერთი საჯარიმო სანქცია ლიცენზიის გაცემიდან დღემდე. მათ შორის ერთ-ერთი იყო ასევე მართვის გეგმის თავის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა, რის შედეგადაც ლიცენზიანტის მიერ მოხდა მართვის გეგმის პროექტის წარდგენა, რომელიც იყო არასრულყოფილი, არ მოიცავდა ყველა იმ საკითხის შესრულების მდგომარეობა არ იყო ნათლად გაწერილი, რაც მას ევალებოდა სალიცენზიო პირობებით. აქედან გამომდინარე, ლიცენზიანტს მართვის გეგმა უკან დაუბრუნდა გადასამუშავებლად. გეგმის არარსებობამ ტბისათვის კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოიტანა. Из фарглებში უნდა მომხდარიყო ტბის დათევზიანება. По условиям лицензии ваша компания была обязана пускать мальков рыбы в озеро, чтобы размножать рыбу. Которые вам говорили, только там 10 тысяч опытных было выпускано, 10 тысяч мальков. Были вы выпустили? 100% я знаю, что такой компания выпустил Калмахов. Между прочим, даже они привозили, мне показывали размер. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით ტბის დათევზიანება ლიცენზიის გაცემიდან დღემდე არ განხორციელებულა. როდესაც ლიცენზია გაიცა, დაუდგინდა დამატებითი სალიცენზიო პირობები, რომელიც გულისხმობს, რომ ლიცენზიის გაცემიდან მე-4 წელს ტაბაწყურის ტბაში თევზის საერთო მარაგი უნდა აღწევდეს 60 ტონას. ანუ ფაქტობრივად ლიცენზიანტს მართვის გეგმაშიც უნდა აესახა თუ როგორ მიაღწევდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე-4 წელს ლიცენზიანტს არაფერი არ გაათავისუფლებს იმ ვალდებულებისაგან, რომ ტაბაწყურის ტბაში უნდა იყოს 60 ტონა თევზი, იმიტომ რომ ეს იყო მისი სალიცენზიო პირობა და ეს იქნება უხეში დარღვევა ლიცენზიის პირობის. ტაბაწყურის ტბაზე თევზაობის ლიცენზიის შეპესე ტბებისათვის მიყიდვიდან 1 წელიწადში კომპანიამ სახელმწიფოსაგან დამატებითი ქონება მიიღო.
კერძოდ 2011 წლის 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა და აივაზიანის კომპანიას ტაბაწყურში ტბის მომიჯნავედ 308,214 კვადრატული მეტრი მიზის ფართობი პირდაპირი მიყიდვის წესით ერთლარად საკუთრებაში გადასცა. დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან მიღებული რუკის მიხედვით კი ირკვევა, რომ პრეზიდენტის მიერ გასხვისებული მიწების ნაწილი საქართველოს დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება და მათი გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. დაცული ტერიტორიის საკუთრების სახით გასხვისება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ირღვევა კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ და პირდაპირ არის კანონში მინიშნებული, რომ დაცული ტერიტორია ჩვენ შემთხვევაში აღკვეთილი შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში იყოს. ეს არის ერთი კანონი, რომელიც დაირღვა ამ შემთხვევაში და არის კიდევ მეორე კანონი, ეს არის სახელმწიფო ქონების შესახებ, რომელიც ასევე ამბობს და ჩამოთვლის იმ ქონების ჩამონათვალს, რომლის გასხვისებაც კანონით არის აკრძალული და ამ ჩამონათვალში არის ასევე აღკვეთილის ტერიტორია. შესაბამისად, ორი მნიშვნელოვანი კანონი იქნა დარღვევლიცად საუბარია დაცული ტერიტორიის გასხვისებაზე. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ეს მოქმედება განკარგულების გამოცემის სახით ქონების გასხვისებასთან მიმართებაში იყო უკანონო. დაცული ტერიტორიების სააგენტომ ქცია ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიის ნაწილის გასხვისების შესახებ დღემდე არ იცოდა და მომხდარის თაობაზე სააგენტომ სტუდია მონიტორისგან შეიტყო. დიახ, მე ვადასტურებ იმ დოკუმენტის საფუძველზე თქვენ ჩვენ წარმოგვიდგენთ და ჩვენ გავიცანით, ეს არის ნამდვილად დაცული ტერიტორია. არ აქვს მნიშვნელობა ეს გასხვისებულია პრეზიდენტის ბრძანებულებით თუ იმპერატორის ბრძანებულებით. არის რა თქმა უნდა კანონდარღვევა და ჩვენ ამაზე შევიტანთ შესაბამის საჭიროა სასამართლოში. გარდა ამისა, მიმართავთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ დაიწყოს ქმედებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს აი ამ территории, აი ამ ხელშეკრულების გაუქმება. Вы знаете, что территорию, которую вы приобрели, входит в число защищенных территорий Грузии. Вы когда покупали эту землю, вы об этом знали? Я могу возвращать завтра. Завтра. Записка придет с министерства, завтра эта земля, слава государству, слава правительству, завтра вернем. Завтрашний день. 2011 წლის 30 ივნისს მიწების მიყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ტბებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. შპს ტბებს ახალი ვალდებულებები დაეკისრა. დოკუმენტში ვკითხულობთ. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს 2014 წლის 1 ივნისამდე გადაცემულ ქონებაზე ტურისტული ინფრასტრუქტურისა და თევზსაშენი მეურნეობის მოწყობა. განახორციელოს არანაკლებ 400,000 ლარის ინვესტიცია. Ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტებიდან კომპანიას ტაბაწყურში არაფერი აუშენებია. მისი ინვესტირების ერთადერთი კვალი აქეს დაუმთავრებელი კოტეჯია. ამ რამდენი წლის განმავლობაში უნდა აეშენებინა თევზის ქარხანა და ძალიან ბევრი მოსახლეობა დასაქმებულიყო. არაფერი არ არის აშენებული. თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დადებული ხელშეკრულებით მას ეს ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ჯერჯერობით არაფერი არ არის გაკეთებული, ბუნებრივია, რომ ჩემი აზრი არის, რომ ეს არის ის საქმე, რომელიც პროკურატურამაც უნდა აქტიურად ჩაერთოს და გამოიცეს. შპს ტბები ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფოს მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას 2014 წლის 1 ივნისამდე ვეღარ მოასწრებს, რადგანაც ტაბაწყურში უკვე ზამთარი დგება, აქ მალე თოვლი მოვა და გზებს მაისამდე ჩაკეტავს. ჩვენთან ისეთი ზამთარი იცის, რომ ბერევალი დაგედებს. რამდენი ხნით იკეტება ხოლმე ეს გზა? ეგ 7 თვე. არც მანქანა დადის, არც არაფერი, მარტო ცხენით. სხვა საშუალება ჩვენ არ აქვს. ჩვენ დავინტერესდით ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა თუ არა იმის შემოწმება, რამდენად ასრულებს ინვესტორი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. თუმცა აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე უარი გითხრა. ხელშეკრულების ანალიზი ცხადყოფს, რომ რეალურად არანაირი მონიტორინგის, პერიოდული შემოწმების და მსგავსი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა არ არის ჩადებული ხელშეკრულებაში. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ შეიძლება ერთჩვენიერ დღეს გაიგოს, რომ კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულება და არც არანაირი იმისი აუცილებლობა, რომ ან კომპანიამ შეატყობინოს, ან ეკონომიკის სამინისტრომ მოიკითხოს, რა ხდება გასხვისებულ ტერიტორიაზე, ხელშეკრულების მიხედვით არ არსებობს. 2012 წლის ივლისში კომპანიის დირექტორად ვარდან აივაზიანის ძმისშვილი არმენ აივაზიანი დაინიშნა. 2012 წლის 10 ოქტომბერს კი შპს ტბების 100%-იანი წილიც მის სახელზე გადააფორმეს. ტბაზე თევზაობის ლიცენზიის გასხვისებიდან დღემდე ტაბაწყურის მოსახლეობა ცდილობს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოს. მეთევზეებმა დახმარებისათვის ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, მათ შორის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც.
ხალხი წერდა, რომ ჩვენ აღარ გვინდა ვემსახუროთ ამ მეპატრონეებს, გვინდა ჩვენ თვითონ გვინდა მოვეპატრონოთ ჩვენ, მოვუაროთ ჩვენ ტბას, ჩვენც ავიღებთ ლიცენზიებს, ჩვენც ჩავაბარებთ სახელმწიფოს გადასახადს. ტაბაწყურელებმა ერთ-ერთი ბოლო განცხადება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე დაწერეს. საჩივარია სოფლისა, აიღეთ კონდეთ ხელმოწერა სოფლისა. ხელმოწერა სულ წელი სოფლისა. ხელი სოფლის არის აი ეს. ხო. ტაბაწყურის და მოლითის სოფლების მოსახლეობა მოგმართა თხოვნით გაგვიწიოთ შუამდგომლობა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებთან ტაბაწყურის ტბის ამდროიდელ მეპატრონეებისათვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ. რაც ჰქონდათ მეპატრონეებს შეპირებული სამუშაო ადგილები, ქარხნების აშენება, არაფერი შესრულებულა. ჩვენი ორი სოფლის მოსახლეობა ითმეს მათგან შეურაცხყოფას, უხეშობას, მუქარას. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ვაზრდეთ ფული, ჩვენ შევიდეთ ტბაში, თერი სოფელი. აგერ მან ზერია, ხელმოძერებიც არის, სულაფერიც არის. დაახლოებით 2 თვის წინ იყავია სულ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძე ტაბაწყურში შექმნილი პრობლემის მოგვარებაში ხელისუფლების ჩარევას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ჩვენი პოზიცია არის რომ საიჯარო თემები ხელახლა გადაიხედოს, აუცილებლად უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებული და უნდა მოხდეს ხელახლა გადახედვა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, რადგან ეს ხელს უშლის როგორც მოსახლეობის განვითარებას, ასევე აღნიშნული კომპანიის განვითარებას. ტაბაწყურისა და მოლითის მეთევზეების საკუთარ ოჯახებთან ერთად ხელისუფლებისაგან კონკრეტული ქმედებების მოლოდინში არიან. მათ იმედი აქვთ, რომ ტბაზე თევზაობის ლიცენზიის შეძენის უფლებას მისცემენ. თავის მხრივ კი ისინი ტბის დათევზიანებისა და სახელმწიფოსათვის საჭირო გადასახადების გადახდის მზაობას აცხადებენ. ტაბაწყურელები აკრძალვების მიუხედავად მაინც რისკავენ და ტბაში საშოვარზე შედიან, თუმცა ბადეს თევზი აღარ ამოაქვს და ულუკმაპუროდ დარჩენილი მეთევზეთა სოფელი ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია.